შორის თავის საქმეში, მას ხედავს ნიუ-იორკში, ხედავდით უბრალოდ ინგლისური თვითჩინებულად, თან ამ ბოლო დროს ვინც ინგლისური იცის, ის რასაკვირველია მისალმებული არის, მიუხედავად მისი კომპიუტერის იცის. რასაკვირველი გაწმუნებული ვარ, თუმცა იმას პირადად არ ვიცნობ, ერთხელ ვესაუბრე, მინდოდა მისი გადაცემაში მოწვევა, მაგრამ მას არ ეცალა, როდესაც აქ იყო ჩამოსული. ისიც ვიცი, რომ ის არის ძალიან განათლებული, ყავს მშვენიერი მეუღლე და ძალიან დიდი ხნის წინ გასწორდა ის ინფორმაციაც, რომ მემარჯვენეები და რესპუბლიკელები ცდილობენ ალიანსს და უნდათ ბატონი ალასანიას მოწვევა. ეს იყო გაცილებით ასე, ვიდრე ის დაწერდა განცხადებას და გამოვიდოდა თავისი თანამდებობიდან. ანუ რისი თქმა მინდა, რომ ეს რაღაც ანუ ეს მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ეს მოულოდნელობა ნამდვილად არ იყო და ეს არის ძალიან ცნობილი და ნათადი ხერხი. როდესაც საზოგადოებაში შედის სწორი, ისიც ამ კონსპირაციის თეორიებისა მაინდა-მაინც ანკამს და არ ვარ მათი ხომაგი, მაგრამ ამბობენ, რომ ეს არის ოდისგანვე აგების დროსაც ხდებოდა მსგავსი რა. მოსახლეობაში შედიოდა თქვა რაღაცა ინფორმაცია ჭორის სახით, ეს ხდებოდა თქვა ან საპარიკმახეროში, ან დაბადების დღეზე, ან თეატრში, თქვა მოსაწევ ადგილას. რაღაც ინფორმაცია მიდიოდა და შემდეგ უკვე ამოწმებდნენ მოსახლეობაში რა რეზულტატი აქვს ამათხვიმ ამბავს, ამათხვიმ ჭორს. ამერიკელი აუცილებდა ამ ჭორებს თუ ამერიკელები აუცილებდნენ? და რო გავამარტივო ეს ყველაფერი. ისიც მე აღნიშნე კიდევაც რომ მე კონსპირაციის თეორიებისა ამჯერად თუმცა მსგავსი მოსაზრებაც არის. ლოგიკიდან ლოგიკის ჯაჭვი ასე დავიჭირე მე ყოველ შემთხვევაში შეიძლება ხდება. ხო, ესე დაიჭირე? დიახ. აუცილებდნენ და კარგით, განვაგრძოთ ჩვენი დისკუსია, ბატონ მერაბ თავადეს მინდა ვკითხო, ამდენად საჭიროა ახლა რომ დავივიწყოთ ყველა ჩვენი კრიტიკა და ყველა დავირაზმოთ ისე, როგორც მაგალითად 11 აგვისტო იყო, ხო, 12 აგვისტო. 8 აგვისტო იყო და დავირაზმოთ. ვაფშე დავირაზმოთ. მაგრამ ეს ყველაფერი რეკლამის შემდეგ დაგვევლოდით, რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით. პროგრამა ბარიერი კლავაც ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერშია, მერაბ თავადეს ვკითხავ. ბატონ მერაბ. ეგებ გადავთ ჩვენი კრიტიკა, ეგებ საჭიროა და აუცილებელია ახლა ამ ვითარებაში, ომგადახდილ საქართველოში და ყველა დავირაზმოთ ხელისუფლების გარშემო, რომ არ დავასხათ რუსების სისქულზე. არა, იცით რა, კრიტიკა არის საერთოდ ისეთი რამ, რომ შეიძლება რაღაც გარკვეულ ნაწარმოებზე, სპექტაკლზე, ფილმზე დაწერო და ის დადებითი იყოს და კრიტიკული წერილი იყოს, მაგრამ როდესაც აი ეს მოვლენა მოხდა, რასაც ქვია, სადაც მე შევესწარი, თქვათ, ომი და იმ ომის წარმართვა, აი ესეთი სახით რაც მოხდა, აქ უკვე გაჩერება არ შეიძლება, იცით რა, ეს არ არის დაუშვათ აი ვერცულ ალბათ აი ლოჯის ჩამონგრევა თქვა რაღაცა იმის ტრაგედია არის თქვა რაღაცა იქ მოხდა კიდე ტრაგედია მაგრამ ეს უკვე არის ქვეყნის ტრაგედია უზარმაზარი ტრაგედია სადაც ჩადა აი თქვენ ძანეთ ახლა 25 ბიჭო გაქრაო საერთოდ და კაცმა არ იცის იმ 25 ბიჭს ყავს დედა და მამა იმ 25 ბიჭს შეიძლება ერთ ცოლი ყავდა შვილი ყავდა რა ქვია გაქრა რას ნიშნავს ეს ყველაფერი და ამაზე არ ილაპარაკოს ხალხმა ამაზე თქვა რომ კარგი ახლა ვაცალოთ და ისა ვქნათ ეს გამორიცხულია საერთოდ ამაზე საერთოდ ის რაც წარიმართა და როგორ წარიმართა ეს იყო უზარმაზარი შეცდომა და თუ უფრო მეც არ ვიტყვი დანაშაული კიდე თუ უფრო მეტი არ იმიტომ რომ მე მახსოვს ერთხელ ჩემი ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს მე მომიწია ომზე გადაღება სურათის მე კაც რომელსაც ომი ვიცი აქ ჯაშიც არ ყოფილა ჩემს სამართლად ხო და ყავდა გენერალ პოლკოვნიკი ამიერკავკასიის სარდლის მოადგილე კონსულტანტად და მითხრა აბა მერაბ ეხლა რა გინდაო როგორ გინდაო განალაგო ჯარებიო და მე ხა იცი აიყო აბსოლუტურად ეხლა არავის არის რა მე ვთხარი რომ აქედან უნდა წამოვიდეს ჯერ არტილერია მე ვთხარ აქედან ეს მინდა მე უცებ შემოვა ტანკები და მე უნდა შევიდეს მაგასაც ჩვენ აკადემიაში ვასწავლითო იმაშიო რა ქვია სამხედრო აკადემიაში აგა ხო სამხედრო აკადემიაში ანუ იცით რა არის რომ თავიდანვე პირველი დღიდანვე
როგორც კი დაიწყო, აი მოქმედება და რაღაცა რომ დაიწყო, არა? აი მაშინვე მივხვდი მე არაპროფესიონალმა უბიცმა სამხედრო დარგში საერთოდ კაცმა რომ ეს იყო კატასტროფული შეცდომა რომლის გამოსწორება იქნება შეუძლებელი ეს არის ფაქტი ამაზე მე შემიძლია პირდაპირ ვერანაირად ვერ დავდებ კიდევ ამბობ თავს იმაზე რომ მე ვიცი რაიმე სამხედრო ისე მაგრამ აი ინტუიციით ყნოსვით გრძნობდი იმას რომ იყო საშინელი შეცდომა და დანაშაული ამავე დროს და ამაზე არ ლაპარაკი იცით რა ნუ დღეს არ ილაპარაკებ ხვალ ილაპარაკებს სხვა მთავრობა მოვა ის ილაპარაკებს ეს არ დაიკარგება ეს ამბავი ეს დარჩება და დარჩება ადამიანებში იმიტომ რომ დღევანდელ დღეს 45 წლის და 41 წლის ომები რო იყო დღეს ლაპარაკობენ მაგაზე და იმაზე მიდის ჭობა და ფილმების გადაღება და ამხელა ერთი ბეწო საქართველოში მოხდა ეს საშინელება გრევა თქვენ არ ვიცი მე რანაირად შეიძლება ამაზე არ ილაპარაკო ამაზე ბღავილია საჭირო მე რომ მკითხოთ და საერთოდ არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს კიდე ბატონო იაგო თქვენ რა ფიქრობთ ხელისუფლების ამ არგუმენტზე რომ რა დროს კრიტიკა და ასევე ჩაგეკითხებით ირაკლი ალასანიაზე სოციოლოგად რა შეიძლება არგუმენტს რა დროს კრიტიკა რასაკვირველია ეს არგუმენტი ну ახლა ამ ეტაპზე ყავგასულია. რასაკვირველია, როცა საზოგადოებაში ხდება ძალიან ძიმე სოციალური ან რაღაცა პოლიტიკური კატაკლიზმები, რაღაც ეტაპზე შესაძლოა ახლა არსებობდეს კონსოლიდაციის მოთხოვნილება, მაგრამ იყო ხო ასეთი ეტაპი, ასე ვთქვათ, ომის პერიოდში ან ომის შემდგომ მცირე პერიოდში, ახლა სადამდე შესაძლოა სადამდე არის შესაძლებელი გაგრძელდეს ხელისუფლებასთან ისეთი რაღაცა არაგულწრფელი და ისეთი წმინდა ფორმალური სოლიდარობა, ხო? არ შეიძლება ეს არის ყიფე, რომელიც აუცილებლად რაღაც ეტაპზე უნდა გაწყდეს, რაღაც ეტაპზე უნდა დაიმსხვრეს. ნუ თუ ამ ლოგიკას გავყვებით ხელისუფლების, მაშინ შესაძლოა მომავალ არჩევნებში ისე ხელისუფლება ავირჩიოს, შესაძლოა შევიტანოთ საკონსტიტუციო ცვლილება და პრეზიდენტს მივცეთ მესამე ვადით გაგრძელების უფლება, იმიტომ რომ რა დროს ახალი პრეზიდენტის არჩევა, იმიტომ რომ ვთქვათ, არ ამგონია რომ რუსეთის მხრიდან აგრესია ყოველ შემთხვევაში რაღაცა ურთიერთობების განლაგება დამთავრდა 3 წლის მასშტაბით და ამიტომ იქ დავტოვოთ ისევ მესამე ვადით არც ავირჩიო და დამიშვა პირდაპირ ხელისუფლება რა და პრეზიდენტი. ამიტომ ეს არის რასაკვირველია ძალიან უსუსური არგუმენტი. რაც შეეხება იმას არის თუ არა ხელისუფლება დღეს აგონიაში ეს პრობლემა აქ დაისვა, ეს საკითხი აქ დაისვა. თქმა იმისა ის აგონიაშია თუ არა უფრო ვიტყოდი რომ რასაკვირველია ხელისუფლება ძალიან გაუჭირდა პირველად 7 ნოემბრის შემდეგ და ამ ხელისუფლების მონოლითურ სოულზე პირველი ძალიან სერიოზული ბზარი გაჩნდა მაშინ ცნობილი მოვლენების შემდეგ და ეს ბზარი ლამის უსწრაფოდ გადაიქცა აგვისტოს ომის მოვლენების შემდეგ და აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ნოდარს რომ ხელისუფლება ყველა საშუალებით იბრძვის საკუთარი თავის გადარჩენისთვის, საკუთარი ძალაუფლების გადარჩენისთვის და მან მოსახლეობის წინაშე, აი აგვისტოს ომიდან ძალიან მოკლე ხანში დაალაგა ნუ რაღაც ისეთ ფანტასტიკურად ოპტიმისტური პროექტები. ნუ პირველი პროექტი იყო ის, რომ ჩვენი ქვეყანა არასოდეს ისე ახლოს არ არის ახლოს არ არის ტერიტორიული მთლიანობის გადაწყვეტასთან, როგორც ახლა. ეს ასე ვთქვათ, აზრი თავად პრეზიდენტისგან მოვისმინე, შემდეგ ხელისუფლების ბევრი წევრი ამას იმეორებს და სხვა ოპტიმისტური პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი როგორც არასდროს ისე მოექცა იზოლაციაში, საერთაშორისო იზოლაციაში და ასე ვთქვათ, რუსეთის დასამარებაა და რუსეთისთვის სალოყაში კი არა, ორივე ლოყაში ცივის გატნა. კიდევ ერთი ოპტიმისტური პროექტი იყო ის, რომ ხელისუფლება არათუ დაძლევს ეკონომიკურ კრიზისს, არამედ ეკონომიკური განვითარების ახალ ეტაპზე გადავა და ასე შემდეგ. მე შემიძლია ასე გავაგრძელო ხელისუფლების ამ დაპირებების ნუსხა. რომელიც რასაკვირველია, აი ეს ამ დაპირებების შესრულება, ამ დაპირებების ასრულება იყო თავიდანვე ჩანასახშირე განწირული,